წელს გილოცავთ ყველას, ვისაც გინდათ, ესეთი ბაკლავა გამოაცხოთ, 1 გრამი კარაქი და მარგარინი არა აქვს. ფენოვან ცომში მხოლოდ ზეთზე და სამარხო მაიონეზზე მზადდება და მე რა თქმა უნდა ფურცლები უნდა გაიყვანოთ სიმინდის სახამებელში, რეცეპტს დაგიწერთ დეტალურს, აბა შემიფასეთ როგორია. 3 საათზე მოვრჩი შუაღამისას, დღეს მოვაყარე ფისტა, ნახეთ როგორი ნახელავია. მიყვარხართ, გილოცავთ კიდე ახალ წელს. ჩემო საყვარელო გამომწერება გუშინ მაგრა დავენარცხე. ისე დავეცი, რომ ძლივს ამხოტეს, ერთი დღე ვიწექი, ეს ხელი დავარტყი და ვერც მომოძრავებდი, მერე ჩემი მომამზადე კარგად შევიზილე და ეხლა ვამზადებ, იტყვით რომ გიჟიაო, მაგრამ ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, არასდროს არ ნდებდები, არასდროს არ ჩავწვევი, არასდროს არ ჩავარდები დეპრესიაში, რაც არ უნდა მტკიოდეს, რაც არ უნდა მაწუხებდეს, მაინც ავდგები, ესე მაინც დავივარცხნი, მაინც მოვამზადებ და მაინც ეხა ეს ხელი ხო ძალიან მტკივა. ეხა ბაკლავას ხო უნდა ესე კარგად გაყვანა, ზუსტად ამით მოვირჩენ ეხლა ამ ხელს, ეხლა ვამზადებ, ადრე მოვამზადე მე ეს რეცეპტი სამარხო ბაკლავა უგემრიელესია, უგემრიელესია პირში დნება, მიუხედავად იმისა, რომ მარხვა მთავრდება და ხსნილდება, მაინც ეს ბაკლავა უნდა მოვამზადო, იმდენად ნაზია, იმდენად არომატული, ამისთვის დაგჭირდება ესეთი ჭიქები მიყვარს, 200 გრამია, ზუსტად 200 გრამი ეს არის წყალი, თბილი წყალი, დამჭირდება ცოტა ეს მარილია, ცოტა მარილი, ციკვი მარილი, ასე ვთქვათ, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ძალიან მარტივი რეცეპტია, ბევრი ცხიმი ამას არ უნდა, ზეთი უნდა მხოლოდ 1 ჭიქა და სად 1 ჭიქა ზეთი და სად 1 კილო სიტყვაზე ცხიმი, ხო? მაიონეზი უნდა აუცილებლად, ეს არის ჩემი გაკეთებული მაიონეზი არის, უგემრიელესი და მე ამის რეცეპტიც მიდევს. ბოლომდე ამას გავუკეთებ. დაგიბრუნდებით ხა მაიონეზს კარგად ჩავხიკავ. ზოგადად ჩემგან დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს არ ჩავარდეთ დეპრესიაში. გააკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე და ყველაფერი გაივლის. ესე კარგად ამოვულებთ. ეხა ამას რა დაჭირდება? ამას დაჭირდება ბლომად გამოფხვიერებელი. ნახეთ, გამოფხვიერებელი რამდენი მაქვს მომზადებული, ესეც ჩემი რეცეპტია და ესეც მიდევს. გამოფხვიერებელი დაჭირდება და აუცილებლად ჭირდება 1 სუფრის კოვზი ძმარი. 1 კიდე ჩავასხავ ცოტას. ესე. და ფქვილი, რასაც შეიძლას. არ ვიცი რამდენია. ეს ზომა, რასაც გააკეთებ, რასაც შეიძლას ფქვილი დაწერია, გაუკეთებ. და უნდა გავშალო, მე ეს ყველაფერი როგორ დავაფენოვანებ, მოკლედ იმასაც გაჩვენებთ. ეს რეცეპტი და მე გამზადებულს გაჩვენებთ რა მაგარია. იმიტომ რომ ეს რეცეპტი ხშირად მიდევს მე. ესე იგი, სიმინდის სახამებლით უნდა გავიყვანოთ ფენები, იცით. გადაკეთებას ერთხელ მაინც გაჩვენებთ. ნახეთ, როგორი ცომი მოიზივა. სადღაც ალბათ 5 ჭიქა ფქვილი წაგივათ და ცომი მინდა განახოთ ამ ცომის სინაზე. ნახეთ. ჯამია ყოველთვის ასე ამოაპრიალეთ, ნახეთ, ამ ცომს მეტი არაფერი არ უნდა, უკვე რო დნება პირში ისეთი ცომია და ამას ეხლა გავყოფ 4 დავასვენებ, გავყოფ 4 ნაწილად და მე გაშლასაც გაჩვენებთ და უკვე გამზადებულს გაჩვენებთ, იცით თქვენ ეს რეცეპტი მე თავიდან ბოლომდე სასწაულია. გამოვიდა 4 ესეთი ფანტასტიკური გუნდა, ნახეთ როგორი ცომია. და ეხლა 1 გუნდას გავშლი და სიმინდის სახამებლით გადავკეცავ და იმასაც გაჩვენებთ როგორ გადავკეცავ. ეხლა ძალიან მარტივია, აქეთიდან ჩაუჭრი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჩაუჭრი ზუსტად თანატოლ ნაწილებად, ესე აქედანაც ჩავჭრი და აქედანაც მოპირდაპირე მხარეს ჩავჭრი. ეხლა წავუსმევს სიმინდის სახამებელს ზომიერად ყველგან, არ ძალიან ბევრი არ უნდა, რომ მე
ფენებში რომ იგრძნობოდეს, ესეც არ შეიძლება. კარგად რომ გამოცხოს, ბევრიც არ უნდა, მაგრამ აი ყველგან უნდა მოხდეს, რომ ფენები უნდა გავაკეთოთ. აქ ცხიმის მაგივრად, ეს ნაკლებ ცხიმიანი ბაკლავაა, უნდა გაკეთდეს სიმინდის სახამებლით და აი ახლა ესე გადავკეცავ, ნახეთ. ხედავთ ახლა თქვენ კარგად, კიდე აქაც წაусმევ და როგორი კარგი ცომი გამოგვივა, იმასაც გაჩვენებ და დანარჩენს უკვე როგორ გვახავ ჯოხზე, ეს უკვე ყველა მიცით და ვიდეო რო დიდი არ გამოვიდეს, აი ნახეთ. ესე. ხო ხედავთ. ყველგან უსვამ სახამებელს. ზომიერად, რა თქმა უნდა, არც ძალიან ცოტა არ შეიძლება და არც ძალიან ბევრი, უბრალოდ ფენები უნდა გააკეთოს ამ სახამებელმა. ხედავთ თქვენ ახლა როგორ მივიწევ წინ, ამის ცოტა აქეთ გამოვწევ, დასრულებისკენ მივდივარ, ერთი ფენა უკვე დამუშავებული მაქვს, გუნდას გაჩვენებ. სანამ იმ 4-ს გავაბრტყელებ, უკვე სიროფიც გამზადებული მაქვს. იხა მოიხარშა და გავიტანგარეთ, გავაცივებ, ან ბაკლავა უნდა იყოს ცხელი, ან სიროფი გრილი, ან პირიქით. აი, ერთი ეს ფენა უკვე მზად მაქვს. მორჩა 4-ს ესე გავაკეთებ და მე როგორ ვახობ და ვაწყობ, იმასაც გაჩვენებთ. მოკლედ 4-ვე გუნდა დავაფენიანე, ნახეთ რამთხელა რამდენი ფენოვანი ცომი მაქვს და ეხლა უკვე სათითაოდ დავიწყებ თითო გუნდას დავჭრი ესე 4-ად და აი ამ საფრთხილებელით გავაკეთებ უთხელეს ფენებს და დავიწყებ ბაკლავას აწყობას და უკვე დანარჩენს გაჩვენებთ. ესეთი შედეგი სულ რაღაც 3 საათში შედეგიც მზად არის. ეხლა გამოვაცხობ და თქვენთან ერთად სიროფს მოვასხავ. ხელმაც გამიარა, ამას იმდენი გავტყელება უნდა, რომ კაი ვარჯიში იყო, დროული იყო, ფახლავას გაკეთება მიყვარხართ. ესეც ესეც შედეგი. ეხლა გაგრილდება და წაუსვამ, მოვასხამ უბრალოდ. გამზადებული მაქვს სიროფი და მინდა რომ ორივე გაგრილდეს, რომ ამ ჩემებსა დამბალი არ უყვართ, ანუ ხრაშუნა უყვართ და საბოლოო შედეგსაც გაჩვენებთ. ესეც საბოლოო შედეგი ხვალ ფისტას მოვაყრი და გაჩვენებთ. მიყვარხარ.